ოცნების პარლამენტის ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიაზე არ მისვლის გამო კოალიცია ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს გიორგი ვაჩაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50,000 ლარიანი გირაო შეუფარდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა მიიღო. ვაჩაძისთვის აღკვეთის ღონისძიების გირაოს შეფარდებას ხდომაზე ბრალდების მხარემ მოითხოვა. ოპოზიციონერი ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიაზე 11 აპრილს დაიბარეს, თუმცა ვაჩაძეს ხდომაზე არ გამოცხადა, რის შემდეგაც ის ჩვენების მისაცემად პროკურატურაში დაიბარეს. გიორგი ვაჩაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 359 მუხლით უყენეს, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს და ისჯება ჯარებიდან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე. გვინდა რომ ვიბრძვით იმისთვის, რომ არ იყვნენ პოლიტიკური პატიმრები ქვეყანაში. რომ თქვენი კოლეგა მოსამართლეები, მე არ ვიცი თქვენ რომელიმე საქმეზე იყავით თუ არა. სტუდენტებს ციხეში არ უშვებდნენ იმისთვის, რომ ადამიანები პროტესტს გამოხატავენ ქვეყანაში. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ მსახიობები ციხეში არ იჭნენ. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, თუ შეიძლება მის შემოწყვეტინებთ, მე დავასრულებ. კი, მაგასთან დაკავშირებით ვარ ზუსტად მაგასთან დაკავშირებით ვსაუბრობ. ზუსტად მაგასთან დაკავშირებით. ის თუ მე რატო რა? არის ზუსტად მაგის ნაწილი. აი ამ ბრალდების ნაწილია. თქვენ ბრალს არ შევდებთ, ცით? აი ეს პროკურორები, რომელსაც თქვენ დაუდასტურებთ, რა თქმა უნდა, ყოველთვის. ბრალს იმაში ვდებთ, რომ სამშობლო გვეყვარს. იმ სტუდენტებს სამშობლო უყვართ, იმ მსახიობებს, ექიმებს, რომლებიც ციხეში ჩასვით სამშობლო უყვართ. და იმ ადამიანებს, ვინც სამშობლო არ უყვართ და მიტაცებული აქვს ძალაუფლება, გგონიათ, რომ თუ პარლამენტში შეიკრიბებიან და იძახიან კომისია ვარ, ვინმე ჩათვლის კომისია. ოცნების საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50,000 ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს. ასევე 20,000 ლარიანი გირაო შეუფარდეს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს. 10,000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული გივით არგამაძეს. 20,000 ლარიანი გირაო აქვს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს. ამავე კოალიციის ერთ-ერთ ლიდერს ნიკა გვარამიას კი 30,000 ლარიანი გირაო შეეფარდა.